ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯად იქმედება და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 2000 ლარამდეა. სისხლის სამართლის საქმე კი იმ შემთხვევაში აღიძრება, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს. ცნობიერების ამაღლების გაზრდის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. ნატა ტაბიძე და ლაშა მამულაშვილი დეტალებით. ბზობის დღესასწაულის წინ ყოველწლიურად საქართველოში ბზა დიდი რაოდენობით უკანონოდ იჭრება. მოსახლეობის ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე მოპოვება აკრძალულია. კოლხური ბზა ისედაც მოწყვლადი სახეობა, ის ბუნებრივი არეალის გავრცელების შეზღუდვითაც ხასიათდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცოტა და მცირე ადგილზე გვხვდება ბუნებრივად გავრცელებული ტყეში. შესაბამისად, ამიტომ არის ის წითელი ნუსხით დაცული, მკაცრად დაცული სახეობა და მას მუდმივად ჰქონდა პრობლემა. ერთის მხრივ ამისი დიდი ნაწილი გახლავთ ადამიანის მიერ დადგურდებოდა ყოველთვის და შემდეგ უკვე მოგვიანებით დაახლოებით 10 წლის წინ ამ სახეობას ჯერ დაავადება გაუჩნდა, შემდეგ უკვე მავნემწერი, რომელმაც გამოიწვია ბზის კორომების ხმობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კოლხური ბზის მოჭრის რეგულაციებზე კონტროლი გაამკაცრა. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით დასჯადია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო თუ გარემოს ზარალი 1000 ლარს ცდება, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ხდება პატრულირება და შესაბამისად გამოვლენილი დანაშაული გამოვლინდება, ამის შემდეგ უკვე ბადგინდება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული თუ ადმინისტრაციული მიმართულებით ხდება დასჯა მოქალაქის. კოლხური ბზა საქართველოში ძირითადად კოლხეთის დაბლობსა და მთებშია გავრცელებული და ამ ეკოსისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ბზის ფოთლები და ტოტები არაერთ ცხოველს და მწერს თავაზობს თავშესაფარს და საკვებს. მისი მოჭრა კი შესაძლოა ბუნებრივი ბალანსის დარღვევის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, კოლხური ბზა ძველი და მდგრადი სახეობაა, რომელიც რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში არსებობდა კოლხეთის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ მისი გადარჩენა ეკოლოგიური მემკვიდრეობის დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია. სცენარი საკმაოდ ნეონზარდიც არის, გაანადგურა სწორედ ამ დაავადებამ და მავნებელმა. თუმცა, როგორც უკვე აღნიშნე, ძირითადი მიზეზი მაინც ადამიანი გახლავთ, განსაკუთრებით ბზობის დღესასწაულის წინ, როდესაც ჩვენ ცოტა არ იყოს უგუნურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ტოტი წავიღოთ ტყიდან ტაძარში საკურთხევლად. 2016 წლიდან ეროვნული სადღეო სააგენტო მისი დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიაზე კომპლექსურად მუშაობს, რაც არა მხოლოდ მავნებელ დაავადებასთან ბრძოლას, არამედ სახეობის საკონსერვაციო ღონისძიებებსაც მოიცავს. ამასთან ერთად ყოველწლიურად განსაკუთრებით ბზობის დღესასწაულის მოახლოების წინ საზოგადოებას მოუწოდებს მხოლოდ ქოთანში, ეზოში ან სათბურში გამოყვანილი ბზა შეიძინოს. ბზის დაკალმება საკმაოდ მარტივია, როგორც წესი, როგორც ქოთანში ან ეზოში მყოფ ბუჩქს, ასევე თუნდაც რასაც ვიძენთ ხოლმე, დაახლოებით 10-15 სანტიმეტრის სიგრძის არის ხოლმე ეს ყლორტები, შეგვიძლია ბუჩქს ესეთი წანაზარდი 10-12 სანტიმეტრის ავაჭრად, შემდეგ ტორფიან ესეთ ნიადაგში ჩავფლათ, რომელიც დაფესვიანებას შეუწყობს ხელს და ცოტა მოგვიანებით ქოთანში ან პირდაპირ ეზოში გადავიტანოთ. 10 წელია ეროვნული სადღეო სააგენტო ყოველწლიურად ვიდეო რგოლს იღებს სახელწოდებით „ნუ მოჭრი ბზას“, სადაც ცნობილი ადამიანები და მედიის წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ გაუფრთხილდნენ კოლხურ ბზას და არ დააზიანონ ეს უნიკალური სახეობა. ამ წლების განმავლობაში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე გაიგო, რომ არის შესაძლებელი, რომ ქოთანში გაახაროს ბზა აღდგომისთვის და არ მოჭრას, არ შეიძინოს მაგალითად მოჭრილი ტოტი. ამ იშვიათი სახეობის კოლხური ბზის დაცვა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. მისი მოვლა და დაცვა მნიშვნელოვანია გადაშენების თავიდან ასარიდებლად, ქვეყნის ეკოსისტემის და ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.